მოგესალმებით, ეს არის Monolith Records-ი. დღეს ჩვენთან სტუმრად იქნება მარიამ თოდუა. გვიმასპინძლებს ბარი გლიჩი. საკმაოდ კარგი გარემო არის. მოგესალმები მარიამ. გამარჯობა. როგორ ხარ, როგორ გიკითხო? კარგად. კარგი განწყობით ვარ მოსული. როგორ ხარ ბატონოლოდი. ძალიან კარგი, მშვენიერია. ჩემს მეგობრებს, რომლებსაც გავუჩნდათ თავის იდეა, ხშირად უწევდათ რეალურად ქალაქიდან გასვლა, იმისათვის რომ, რა ვიცი, მოისმინათ მუსიკისთვის და გართობულიყვნენ. მე აქ თბილისში არ მინდა ხოლმე კლუბიდან სახლამდე მისვლა მეზარება და წარმოვიდგენია ამ ხალხის გავლა როგორ იქნება. ზოგადად ელექტრონული მუსიკის პროექტი დაფინანსდა USAID-ის მიერ ორბილიონი მეტის პროექტის ფარგლებში და აფხაზეთიდან გადმოდიან ახალგაზრდები, სწავლობენ ზუგდიდში და მათაც მიეცათ იმის საშუალება, რომ მოსულიყვნენ ესწავლათ. ეს კიდე უფრო ძირეული პრობლემების ბრალია, იმიტომ რომ ზოგადად წინათავობა ცოტა სხვა კუთხით არის გაზრდილი და სხვა რაღაცებზე არის გაზრდილი და სხვა წარმოდგენები აქვს აბსოლუტურად. ანუ მათთვის შემოსავლის წყარო არის მძიმე ფიზიკური მუშაობიდან გამომუშავებული თანხა და ცეკვით. ხავარია რაღაც რაშით არ დაგადგეს თო. ცეკვით კარგი იქნება. მარიამ, სავარაუდოდ იცი ჩვენი ფორმატის შესახებ თავიდან ბოლომდე რა როგორანაირად კეთდება და მოდი დავიწყოთ შენი სახელით, ეგრეთ წოდებული DJ name-ით, იმიტომ რომ ძირითადად პოდკასტს ასე ვიწყებთ ხოლმე და მაინც პირველი სახელს ვეკითხები ადამიანებს, იმიტომ რომ რაღაც ზოგს ინსპირაცია აქვს, ზოგს რაღაც გამოგონილი სახელი აქვს და ის შენთვის როგორ არის ეს ყველაფერი რომ მომიყვე? კი ბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში, წარმატებებს უსურვებ ამ პროექტს. ძალიან მიხარია რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა დღეს საქართველოში, რომ ვუსმინოთ როგორც გამოცდილ, ასევე ესე ვთქვათ დამწყებ არტისტებს, კი ბატონო. და ესე ვთქვათ ძალიან კარგი დერეფანია ზოგადად თითოეული არტისტისთვის, რომ მსმენელამდე მიიტანოს, ასე ვთქვათ, თავისი ხმა და პიროვნულადაც გაიცნოს გარდა მუსიკისა. ჩემს სახელს რაც შეეხება, მე ვარ მარიამ თოდუა, ვარ ზუგდიდიდან, ჩემი stage name-ია ციონი. და რა თქმა უნდა სამეგრელოდან რადგან ვარ, გადავწყვიტე რაღაც მეგრული სიტყვა ამერჩია ჩემს stage name-ად და ციონ ნიშნავს მეგრულად განთიაც გარიჟრაჟს, როდესაც რაღაცა მზის შუქი ამოდის და რაღაც მინდოდა რომ ეს ჩემს მუსიკასთანაც ყოფილიყო ასოცირებული, იმას თუ რას ვდებ ჩემს მუსიკაში, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეუძლოთ რაღაცა ჩვენი მზის ამოსვლა დავინახოთ მუსიკაში. რაღაც ესეთი ისტორია აქვს და თვითონ პრეისტორია დიდი აქვს ამ სახელს. იმიტომ რომ ზუგდიდში ვიცით რა გვაქვს ესე ვთქვათ underground სცენა, რომელსაც ქვია ბჟამინოლი და ვატარებთ ელექტრონული მუსიკების სერიას და ერთი პერიოდი ჩვენ მქონდა, ანუ თითოეულ ივენტს ვარქმევდით მეგრულ სახელებს, თან რაღაცა გვიძლოდა რომ საგანმანათლებლო ყოფილიყო თითოეულ ივენტს ერქვა მეგრული სახელწოდება, სხვათა შორის ბევრი მეგრული სიტყვაც ვისწავლე მე პირადად და ერთ-ერთი იყო ეს ციონი და რაღაცნაირად მომეწონა და თან ახლოს იყო ჩემს პიროვნებასთანაც და ესე. ეს სხვათა შორის არ ვარ ნამყოფი თქვენს სცენაზე და სემონებით გესტუმრებით ერთხელ. გელოდებით აუცილებლად. როგორია ჩემს შეფასება რასაც გავაკეთებ წინააღმდეგი არ იქნება. რა თქმა უნდა. რაც შეეხება დანარჩენს, როგორ დაიწყე ეს მუსიკალური კარიერა და რამდენი ხანია რაც დაიწყე? ანუ რამე ინსპირაცია გქონდა, ანუ რამე იდეა თუ გქონდა თუ აი როგორ მოხდა რა ეს პროცესი შენთან? ზოგადად ზუსტად აი თებერვალში შესულა უკვე 2 წელი, რაც ამ სფეროში ვარ. და ეს ყველაფერი ისევ უკავშირდება ბჟამინოლს. მოუყვები ალბათ ისტორიას ზოგადად როგორ შეიქმნა, ხო? რომ გავაცნო კიდევაც ხალხს. მოკლედ ზუგდიდში არ არსებობდა ესეთი underground სცენა, კლუბი, სადაც ახალგაზრდები წავიდოდნენ, მოусმენდნენ მუსიკას, გაერთებოდნენ, თან თავისუფალი შეკრების სივრცე იქნებოდა, თან უსაფრთხო და ჩემს მეგობრებს, რომლებსაც გავუჩნდათ ამის იდეა, ხშირად უწევდათ რეალურად ქალაქიდან გასვლა, იმისათვის რომ, რა ვიცი, მოისმინათ მუსიკისთვის და გართობულიყვნენ
და დიდი გზის გავლა წარმოვიდგინე, მიდიხარ ზუგდიდიდან, შედიხარ კლუბში, ერთობი, ათენებ ღამეს, ბრუნდები უკან იმავე დილას, რთულია რა. ზაში ხო წარმოვიდგინე 6 საათი, ხან 5 საათი მე ხომ უნდა შეიცვალო მოკლედ. მე აქ თბილისში ამიდა ხოლმე კლუბიდან სახლამდე მისვლა მეზარება და წარმოვიდგენია ამ ხელა გზის გავლა როგორ იქნება. კი, ნამდვილად და მოკლედ გზაში გაჩნდა რატო დავდივართ ესე შორს, მოდი რატომაც არა გავაკეთოთ ზუგდიდში და თან ესე ბრამინოლი დაერქვა, ესეც მეგრული სიტყვა, რომელიც ნიშნავს სარკმლიდან შემოვალ მზის შუქს. ესეც რაღაცა მზესთან ასოცირდება. ესე ხო, და მე ბრამინოლს აქვს ასევე რაღაცა სოციალური ასე ვთქვათ, დატვირთვაც, იმიტომ რომ ამ ოჯახის წევრი გავხდი, ასე ვთქვათ, და ვიზუალურ, სოციალური მედიის ნაწილში მეც ვარ ჩართული. და გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწერა პროექტი, სადაც ახალგაზრდებს, ზუგდიდში მცხოვრებს და ამავდროულად დევნილ ახალგაზრდებს, რომლებიც გადმოდიან აფხაზეთიდან და სწავლობენ ზუგდიდში, შეესწავლათ დიჯეინგი. და ესე მოხდა, რომ პირველი დიჯეინგის, ზოგადად ელექტრონული მუსიკის პროექტი დაფინანსდა USAID-ის მიერ ორბელიანი მეტის პროექტის ფარგლებში და უფასოდ შევასწავლეთ დაახლოებით 20-მდე ახალგაზრდას დიჯეინგი და ასე მოხდი მეც რა ამ სფეროში და რა ვიცი, იქიდან დაიწყო მთელი თავგადასავალი, იმიტომ რომ იქ ტექნიკა შევიძინეთ, იქ რა ვიცი, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია მეხვიდე და ივარჯიშო, პრაქტიკა გაიარო. თან კარგი ის იყო, რომ აი ეს 20-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ვიყავით, ერთმანეთსაც ვეხმარებოდით და რაღაცა მხარდაჭერის მომენტი. საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია სხვათა შორის და ძალიან კარგი იდეა მსგავსი დაჟე თბილისში არ გვაქვს მსგავსი როგორც ვიცი, უფასოდ ნამდვილად დასაფასებელია. მე პირველად გავიგე, მართლა, არაფერს არ ვიგონებ. პირველად გავიგე ხა ამ ყველაფრის შესახებ და რესპექტ, მართლა ძალიან მაგრები ხარ. დაჟე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ მსგავსი რაღაცის გაკეთება ვინმეს თავში აზრად მოუვიდოდა და ეხლა ცოტა გაუგნებული ვარ, მაგრამ ეს იცი რატოა? ზოგადად სამეგრელოში ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება, ეს არასამთავრობო ზოგადად მიგერები ხო. და რაღაცნაირად ეს ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ვიყავით ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდით და აი ეს ცოტა სოციალური პასუხისმგებლობები გქონდა, გადავწყვიტეთ რატომაც არა, რადგანაც შეგვიძლია გვაქვს ეს უნარები, წავედოთ და გავუზიაროთ ახალგაზრდებსაც, მით უმეტეს იცით ახლა ზუგდიდი იყოფება გამყოფ ხაზთან და აფხაზეთიდან გადმოდიან ახალგაზრდები, სწავლობენ ზუგდიდში და მათაც მიეცათ იმის საშუალება, რომ მოსულიყვნენ, ესწავლათ და ამავდროულად ინტეგრაცია მომხდარიყო ამ ახალგაზრდების, ასევე თავისუფალი, უსაფრთხო სივრცე ყოფილიყო მათთვის, იმიტომ რომ თავშეყრის ადგილი ფაქტობრივად არ იყო მათთვის, რომ ჩვენთვისაც რა თქმა უნდა და ამავდროულად მათთვის და შესაბამისად ეს ესე ვთქვათ ძალიან ესე ვთქვათ კარგი თავშეყრის ადგილი წარმოიშვა, რომელმაც მოგცა ამის შესაძლებლობა რა. სხვათა შორის დაახლოებით 2 კვირის წინ მქონდა ან ცოტა მეტის წინ კომუნიკაცია ბრამინოლთან და ძალიან კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევით, იმიტომ რომ მივწერეთ თუ არა პასუხიც აი მომენტალურად დამებრუნდა და გარდა მაგისა აღნიშნეს, რომ ვიცითო შენი მუსიკაო რაღაცო ძალიან კაიაო და მოდიო დავძროპავთო შენს სეტსო, რომელსაც ჩვენთვის გააკეთებო და ძალიან მოხარული დავრჩი, იმიტომ რომ მე პირველ რიგში მაგას ვაფასებ ხოლმე, ანუ კომუნიკაცია არის პირველი წყარო ნებისმიერი ნორმალური და ხარისხიანი ურთიერთობის, სადაც არ უნდა იყოს და რა პროექტიც არ უნდა იყოს. ხო და მაყოფილი ვარ მე პირადად. ზოგადად მეც ასე მგონია ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციას როგორ დაიჭერა ადამიანთან და მით უმეტეს არტისტთან ხო, რომელსაც აინტერესებს შენი სცენაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც ვადევნებთ რა თქმა უნდა სხვა არტისტებს. ხოლს, იმიტომ რომ ჩვენც ასეათ ვისი ვაძლევთ სხვებსაც საშუალებას, რომ თავიანთი მუსიკა გააცნონ, ასე ვთქვათ, ჩვენს მსმენელსაც ხო? და საზოგადოებას და ყოველთვის ვცდილობთ, რომ პირიქით აქტიური და პირდაპირ კომუნიკაცია გქონდეს ნებისმიერ თუნდაც სტუმართან, რომელიც უბრალოდ ცეკვავს, თუნდაც არტისტთან, უბრალოდ ან რა ვიცი, ვინმე ადამიანთან, რომელსაც აქვს ნებისმიერი სახის კითხვა და ვცდილობთ, რომ აი ეს სოციალური ქსელები ხო, თუნდაც Instagram-ზე ვიყოთ აქტიურად, რომ არ დავკარგოთ ეს კავშირი ადამიანებთან. შვენიერია, ძალიან კარგი. მაინტერესებს თუ ხარ დაკავებული პროდიუსინგით. ესე აქტიურად არა, იმიტომ რომ ვსწავლობ
გავდივარ ამ პროცესს, თუმცა ძალიან საინტერესოა მომწონს ზოგადად ახალი ხმების, ესე ვთქვათ, შესწავლა, მოძიება და ვფიქრობ, რომ მომავალში ზუსტად ამ საქმით, ესე ვთქვათ, დავკავდები, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ზოგადად ექსპერიმენტების ჩატარება ხმებთან, რაღაცა თუნდაც რაღაც მუსიკალური ნაწილის ჩადება ტექნოში, ხო? რადგან ჩემი, ესე ვთქვათ, მუსიკა უფრო ცოტა მელოდიურია, რაღაცა გამოგზაურებს თითქოს ხან რაღაცა სევდასთან, ხან ბედნიერებასთან, ხან რაღაცა. კი, რა თქმა უნდა. ხო. გასაგები. იცი რამ დაკითხო. ეს დღევანდელი ჩაწერა, ამ ჩაწერას კიდევ რამოდენიმე მოყვება და უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ჩვენი პოდკასტის თითოეულ შაბათს ან კვირადღეს დაიდროყება აი ამ 3 ჩანაწერის სიუჟეტი და სამივე ჩანაწერში იქნებით ქალი არტისტები. სხვათა შორის ესე ცალკეულად როცა საუბრობდით თქვენთან, მათ შორის შენც და დანარჩენებმაც აღნიშნეს, რომ არსებობს რაღაც პრობლემა თითქოს რა. ქალებთან დაკავშირებით ამ ინდუსტრიაში. ანუ ზოგადად ქალებთან დაკავშირებული პრობლემები რომ არსებობს ამ ქვეყანაში როცხაობ ეგ რო არის ცოტა რთულია. ხო. მაგრამ ანუ მართლა გულწრფელად ვიძახი, მე პირადად არ მიფიქრია. ანუ მქონდა ერთადერთ ქალ არტისტთან მქონდა ადრე საუბარი წინა ჩაწერაზეც თქვი და ამის მეტი ამ ინდუსტრიაში არასოდეს ამ თემას არ შევხები ვარ, არც სამეგობრო წრეში და მოგეთ საერთოდ არსად არანაირ გარემოში და რატომღაც ახლა მომიწია ამ ყველაფერთან ესე პირისპირ დადგომა რა. ხო და აი ძალიან მაინტერესებს აი შენი გადმოსახედიდან რა პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და რა ვიცი თავისუფლად იყავი ამ საკითხზე შეიძლება რა ვიცი მომიყვე თუ გაქვს რა თქმა უნდა ამის სურვილი და პირიქით დასაფასებელი იქნება მომავალში მინიმუმ ეცოდინებათ ქალ არტისტებს რა პრობლემებს შეიძლება შეხვდნენ და გარდა ამისა ამ ჩანაწერებს სხვა ადამიანები რომ ნახავენ ისინი ვინც პრობლემებს ქმნიან შესაძლებელია რომ აზრით შეიცვალონ. ხო და მოდი აბა მოგისმენ ამ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობ ძალიან მაინტერესებს. კი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მადლობა. ხო, იმას ვიტყოდი რომ კი დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, მით უმეტეს, როდესაც რეგიონში ცხოვრობ. სოფლიდან ხარ ან ესე ვთქვათ ენგურს მიღმა, ესე ვთქვათ. მოკლედ თავიდან ვიტყვი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და დაგეთანხმები დღესაც ძალიან ბევრი გამოწვევები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როდესაც რეგიონში ცხოვრობ, კიდევ უფრო ახლოს ეჯახები, ესე ვთქვათ, ამ გამოწვევებს და კიდევ უფრო ამ შემთხვევაში, როდესაც ქალი ხარ, ხო? ხო, როდესაც ქალი ხარ, იმიტომ რომ სულ სხვა დამოკიდებულებები აქვთ. მე ზუგდიდში ვცხოვრობ, იქ ვმუშაობ, იქ ვსაქმიანობ და იქ ვქმნი, ესე ვთქვათ, მუსიკასაც. და შესაბამისად, პირისპირ, როდესაც უბრალოდ რეგიონში როცა ხარ, უფრო მეტად გრძნობ ამას. იმიტომ რომ მაინც დამოკიდებულებები სხვანაირია, მით უმეტეს უცხოხილია, ესე რომ ვთქვათ, ადამიანებისთვის და მათ შორის შეიძლება გაუგებარიც იყოს. გაუგებარიც არის და ეს underground სცენა საერთოდ რა არის, რასთან არის დაკავშირებული, კი იცით ახლა წარმოდგენების აით მიდის ხოლმე. დემონები დაგხვდება. რაღაცა სასწაული წარმოდგენები და მოკლედ გიწევს ხოლმე რომ ამას ესე ვთქვათ შეებრძოლო, შეეჯახო, გაუმკლავდე, აუხსნა ადამიანებს. ნუ მინიმუმ თვალის გასწორება გიწევს რომ ეს პრობლემა არსებობს. და ამავდროულად დამოკიდებულებებში, იმიტომ რომ მით უმეტეს ახლა თუ სოფელშიც ცხოვრობ და რაღაცა დამოკიდებულება ისეთია, რომ აი რა გოგოს საქმეა მაგალითად დიჯეინგი, ან მაგალითად გამიგია ესეთი ვისაც უთქვამთ ხო, რომ აი ეს სფერო არ გინდა რას მოგცემს, რაღაცა სხვა შემოსავლიან საქმეს მიხედე, რაღაცა მსგავსი კომენტარები, რომლებიც რეალურად დემოტივაციას გაძლევს. მე შეიძლება ამას ვუმკლავდებოდე, იმიტომ რომ მე გამომუშავებული მაგას იმუნიტეტი, რომ იმიტომ რომ ადამიანებს რეალურად ვუხსნი, რატომ, რისთვის, რომ ეს სფერო თუ გიყვარს, ამაში ასე ვთქვათ, შეიძლება შენი სული გული ჩადო და არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნები თუ კაცი, იმიტომ რომ მუსიკა, ხელოვნება ზოგადად არ აქვს სქესი ხო? შეუძლია აკეთოს ყველა. მარიამ, მე რას ვფიქრობ, იცი ამ საკითხთან დაკავშირებით, ნუ ეს შენი გადმოსახედია და მე არაფერში არ გეწინააღმდეგები, იმიტომ რომ როგორც არ უნდა იყოს შენთვის ასე არის და ეს პრობლემა შენთან იყო. შესაბამისად
ანუ მე დავამატებ იმას, რომ კონკრეტულად ახლა რა ფორმატში ჩვენ შეეხება ამ საკითხს. მე უფრო მაინტერესებს აი ვინმეს თავში აძლევთ რამე იდიოტიზმი თუ მოსვლი ან სექსისტური რამე თუ თქვა შენთვის ან რამე შეურაცხყოფელი იცი რატო იმაზე რაზეც ჩვენ საუბრობ ანუ ეს მარტო დიჯეინგში კი არა სხვა დანარჩენ საკითხებშიც ასე არის რა იმიტომ რომ მე პირადად აი ჩემი რამოდენიმე მეგობრის ოჯახში შემხვდა დაახლოებით მსგავსი პრობლემა, სადაც ასეთ რამეზე იყო დიალოგი, რომ ანუ არ იყო დიჯეინგზე მაინც და მაინც, მაგრამ ზოგან ხატვაზე იყო, ზოგან სხვა რაღაცეებზე იყო და ადამიანებს ხანდახან სულელურად წარმოუდგენიათ ეს ყველაფერი, რომ აი სისულელეა მათთვის და ეს კიდე უფრო ძირეული პრობლემების ბრალია, იმიტომ რომ ზოგადად წინათაობა ცოტა სხვა კუთხით არის გაზრდილი და სხვა რაღაცეებზე არის გაზრდილი და სხვა წარმოდგენები აქვს აბსოლუტურად, ანუ მათთვის შემოსავლის წყარო არის მძიმე ფიზიკური მუშაობიდან გამომუშავებული თანხა და იმითი რომ შენი სურვილით რაღაცას მიაღწიო, ანუ მათთვის ეს მაშინ იყო ალბათ თავისი კატასტროფის ტოლფასი ხო ხდება, ანუ ვერც კი წარმოუდგენიათ რომ შეიძლება რომ მსგავსი რაღაც ასეულს. ისეთი პერიოდიც გაიარეს. კი, და ანუ არის საკმაოდ დიდი პროცენტია ადამიანების, რომლებიც ასე ფიქრობენ. ხო და აი ვინმეს რამე მსგავსი ხوار შეეშალა შენთან მიმართებაში, იმიტომ აი რადგან ხალი ხარ, აი მაგალითად ალექსანდრამ მითხრა რომ იყო რაღაც ასე ლამაზი რო ხარ, მაგიტო ხო არ დაგაკურევინესო და ანუ შენთანაც ხო არ ყოფილა მსგავსი ფაქტი, იმიტომ რომ სიმართლე რო გითხრა, ანუ ნამდვილად სექსისტურ გარემოში ვცხოვრობთ რა ამ ქვეყანაში და ისედაც თავზე საყრელი პრობლემები გვაქვს. ამიტომ ანუ ნუ მოგერიდება პირიქით, სათქმელი ჩემი ეს თუნდა ითქვას, ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს კარგსაც და ცუდსაც უნდა ჰქონდეს დასაწყისი და დასასრული. და შესაბამისად თუ ვინმე რამე მსგავსი დაიწყო და არსებობს ეს პრობლემა, შეიძლება რომ აი შენთან მაგალითად ძალიან რთულად არის და სხვასთან იმის გამო რომ სხვები ჩუმად არიან, სხვასთან უფრო მეტად პრობლემატური აღმოჩნდეს, ხო ხდები და შენ თუ გქონია რამე უხეში ან რამე მსგავსი გამოცდილება? მე პირადად მსგავსი ესეთი გამოცდილება არ მქონია, თუმცა აი როქსმენია და რო იცი, რომ შეიძლება მაგალითად თქვან უბრალოდ რომ აი გოგოებს მარტივად ბუქავენ მაგალითად, იმიტომ რომ გოგოა და რეალურად მუსიკასთან არის ყველაფერი ხო დაკავშირებული, ან რამდენად კარგია შენი მუსიკა, ისე შეიძლება დაგბუქონ და ასე შემდეგ. და ესეთი ზოგადად კი ვიცით რომ განწყობა შეიძლება ისეთი რთული. ან თითქოს უფრო ლოიალური ან ამ საკითხში რა, რადგან ხალი ხარ, ოკეი. ესეც შეიძლება რომ დავინახოთ ეს ყველაფერი, მაგრამ იდეაში კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. იმასაც ვინც იმას ეტყვის რომ აი შეიძლება რომ რადგან გოგო ხარ მაგიტო დაგაკურევინეს ან მაგიტო ხო არა. ხო აი ეს ტონი ანუ როგორ აი მე პირადად არ დაგიმალავ მithქვამს რომ ანუ ჩვენ სექსისტურ გარემოში ვართ თქო და რამე მსგავს ხო არ ქონია შენთან პრობლემა მეთქი ან რამე მსგავს საკითხი ხო არ იყო თქო. იმიტომ რომ ვისაც ეს უთხარი მართლა ძალიან კარგი არტისტია. მართლა ძალიან კარგ მუსიკას უკრავს და ეს რაღაც ახლა არაფერს არ ვიგონებ პირადად ზუსტად იმ დიალოგის დროს მაქვს ეს ყველაფერი ნათქვამი. ხო და სხვათა შორის მაშინ არ მიფიქრი, ანუ და ეხა ცოტა რაღაც მაწუხებს მაშინ რომ უთხარი ცუდად ხო არ გაიგო თქო, იმიტომ რომ ანუ რეალურად მე უბრალოდ თვითონ არსებულ პრობლემას გავუშვი მაშინაც ხაზი და ეხაც იგივეს ვიძახი, ანუ ცოტა ისეთი რთული ძალიან სპეციფიური საკითხია. ხონია, ხო, ეს თვითონ, იმიტომ რომ კი ჩვენ ისედაც ხო ხანგრძლივი პროცესი ხო გავიარეთ ამ ყველაფრის, რომ რაღაც აი ეს სტერეოტიპების სტიგმები დაგვემსხვრია და ცოტა ისე ვთქვათ, სხვანაირად დაგვენახა, თუნდაც ჩვენი თანაბარი მონაწილეობა, ეს დამოკიდებულებები შეგვეცვალა და მაინც არის რა თქმა უნდა სირთულეები, დამოკიდებულებები, ხო, თუნდაც ხუმრობით რო ვთქვათ რაღაცა, ესე იგი სადღაც რაღაცა შეიძლება ხო იმალებოდეს სიმართლის მარცვალი. შესაბამისად მე მგონია გამოწვევები ზოგადად არის და რაც უფრო მეტად ვისაუბრებთ ამაზე, რაც უფრო მეტად კი არ დავუპირისპირდებით ჯანსაღად, ესე ვთქვათ, შევხედავთ და გვექნება ჯანსაღი რეაქცია, კომუნიკაცია, სწორი კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ ესე ვთქვათ, ყოველ ნაბიჯზე წინ წავიწევით და არ გვექნება ეს მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, თუნდაც ესე ვთქვათ, სცენაზე ეს დამოკიდებულება და ამავდროულად რეგიონებში რა დამოკიდებულებაც არსებობს. იმიტომ რომ პირად გამოცდილებას ეხა ჩვენი სივრცე ხო უკვე 2 წელია რაც არსებობს და
წარმოუდგენელი იყო, რომ ზუგდიდში მსგავსი რაღაცა გაკეთდებოდა და თავიდან რა ვიცი, ჩვენს პოსტებს რო ვდებდით, ისეთი კომენტარები იყო, ზუგდიდში რაღაცა ისა გაიხსნა, სადაც ეხლა ალბათ ერთმანეთს რა ვიცი, დალეწავენ ან რაღაც ხო, მაგრამ თან შიშით და თან ისე უყურებენ სასაცილოდ ამას და მაგრამ ძალიან ესე ვთქვათ, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ესე განვითარების ეტაპები გაიარა, ხო? იქ იყო რაღაც ხარვეზები, ხო? იქ ვიღაცა მისწავლა ჭკუა როგორ უნდა მოიქცეს underground სცენაზე, ხო? სცენაში ამავდროულად იცის უკვე კულტურა ზოგადად ამ სცენის და ნელ-ნელა ესე ვთქვათ, გაიარა ეს ეტაპი და უკვე ზუგდიდი მიეჩვია იმას, რომ კი, აქ შეიძლება მსგავსი რაღაცა გაკეთდეს, აქ არის მუსიკა, აქ შეიძლება უსაფრთხოდ გაერთო და აი ესეთი, ესე ვთქვათ, ჩვენი პატარ-პატარა ჩართულობები სჭირდება, ჩემი აზრით, ამ ყველაფერს, რომ ესე ვთქვათ, წინ წავიწიოთ. არა მარტო DJ-ში, სხვათა შორის ამ ინდუსტრიაში, ნებისმიერ აი ეგ იგივე არის ხა სოფელში ან რომელიმე თბილისის გარდა სკოლა რო არ იყოს და მე ვიცინო იმაზე, რომ შენ სოფელში სკოლა გახსენი, სიგიჟია ხო ხტები. იქით აი ეს როგორი მომენტია? მე ვფიქრობ, რომ ადამიანი როდესაც სწორ გზაზე დგახარ, სოფელში კი არა, სულ ხის წვერზე იჯდე და დაბლა სულ წყალი იყოს, ანუ სირთულეში ზუსტად იმიტომ ხარ, რომ შენ ამ სირთულესთან გამკლავება ისწავლო. ეს ხიდან ქვეზე ქვემოთ ჩასვლა და ცურვის სწავლა იქნება თუ ზუგდიდში underground სცენის დანერგვა იქნება თუ სოფელში სკოლის გახსნა იქნება ჩვეულებრივი სადაც კითხვას სწავლობ. ანუ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ მოცემულობა გვეუბნება, რომ არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა შეისწავლო და მოაგვარო. ზუსტად. ხო და აქედან გამომდინარე, ანუ სასაცილო ის ადამიანები არიან, ვინც ამას სასაცილოდ უყურებს. ხო და დანარჩენსაც შეეხება, ეგიც ოკეია, არ ჩვენ და თქვენი გუნდი არ დანებდეთ პირიქით, მიაწექით და აი ჩააჭირეთ ბოლომდე, როგორც აი სტეიჯის წინ გეუბნება ხოლმე რაღაც რა, დააჭირეთ. ხო. ხტები რა, ესე უნდა დააჭირო ბოლომდე რა, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის რა. ზუსტად მაშინ დგახარ სწორ გზაზე, როდესაც შენს გარშემო ბევრი პრობლემა იჩენს თავს და გეუბნებიან რომ არა, მათეთ არ წახვიდე, იმიტომ რომ იციან რომ სწორად მიდიხარ და მათ არ შეუძლიათ, ხო ხტები? ანუ არიან ადამიანები, ვისაც ეს არ შეუძლია. ზოგი ცოტა ბოროტით შეიძლება იყოს რა, ანუ ამას ესე ვერ გაარჩევ და ვერ დააცალკევებ რა, ანუ ყველას მიუხედავად იმისა, რომ თავისი აზრი აქვს, მე ვარ ადამიანი, რომელიც მევწყვეტ, ვისი აზრი უნდა იყოს მისაღები ჩემთვის და ვისი აზრი არ უნდა იყოს მისაღები ჩემთვის. შესაბამისად, ამით ვარჩევ ვისთან ღირს ურთიერთობა და ვისთან არ ღირს. ასევე არტისტებსაც სხვათა შორის, იმიტომ რომ მე არ ვაპირებ ყველა მეორე არტისტს დაუძახო და ყველა მეორე ჩავწერო, ეს შეიძლება იყოს რაღაც ძალიან მაღალი დონის არტისტი, ან შეიძლება იყოს ტიპი, რომელიც აი კაციშვილმა არ იცის და რეალურად ისეთ ხარისხს აკეთებს და ისეთ მაგარ რაღაცებს აკეთებს, რომ ანუ სულ არ მინდა ვიღაცებში ფულის გადახდა და იქ სიარული მირჩევნია ამას მოусმინო და კმაყოფილი ვიქნები. და დავამატებდი იმას, რომ ზუსტად ეს არის ზოგადად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა, როდესაც ამ შენთვის და სხვისთვის და ამავდროულად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმესაც აკეთებ. იმიტომ რომ ხო ეხმარები როგორც ამ ქვეყნის სცენას, ხო, მუსიკალურ სცენას, ამავდროულად შენს პროექტს და ამავდროულად სხვა არტისტებს და ესე ვართ თითოეული ადამიანი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენთაგანი, თუნდაც რეგიონში, თუნდაც ქალაქში, ვაკეთებდეთ, ესე ვთქვათ, აი ამ პატარ-პატარა სიკეთეებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ და კიდევ უკეთესი გახდეს ეს სფერო, თუნდაც ეს სფერო და თუნდაც სხვა რამეც, ხო? იმისათვის, რომ ქვეყანაც განვითარდეს, მუსიკაც განვითარდეს, სხვა სფეროებიც განვითარდნენ და ადამიანები, ხო, ადამიანები. და მგონია რომ ჩვენი წილი ესე ვთქვათ აგური ყველამ უნდა დაუდოთ და ეს აი ეს როგორც აი რეგიონებიდან ხო მოდის რეალურად ეს ძალა ხო თუნდაც ეს ადამიანები რომლებიც იქ ცხოვრობდნენ გაიზარდნენ წამოვიდნენ ისწავლეს და სწორედ იქიდან მოდის ხო ეს რა ვიცი იჭიერი ადამიანები თუნდაც ადამიანები რომლებიც არიან კონკრეტული საქმის პროფესიონალები აკეთებენ კარგ საქმეს და ესე ვთქვათ ესე დიდი ტალღა, ესე ვთქვათ, კარგი საქმის, ცოდნის და გამოცდილების, რომელმაც არა ერთ ადგილას უნდა მოიყაროს თავი, არამედ ესე ვთქვათ, პატარ-პატარა ადგილებში და ხო, დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს და ჩვენი ესე დევიზიც არის dance centralization, ესე გვიწერია ხოლმე ჰეშტეგად, რომ მოვახდინოთ ამ ყველაფრის დეცენტრალიზაცია და რაღაცები ერთ ადგილას კი არ იყოს თავმოყრილი, არამედ
სხვაებსაც შეეძლოთ საკუთარ ქალაქში, საკუთარ რეგიონში განვითარება და საყვარელი საქმის კეთება. კი, აუცილებლად გეთანხმები, რა თქმა უნდა. მარიამ, რა მაინტერესებს კიდე? კონკრეტულად აი ამ დიჯეინგის გარდა და მუსიკის გარდა რა საქმიანობ? ან აი რითი ხარ დაკავებული, რა არის შენი საყვარელი, რა ვიცი, სხვა ჰობი თუ გაქვს, რა ვიცი. ხო, ჰობი ბევრი, მაგაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად ვარ სამართალმცოდნეობა დავამთავრე. ვარ, თუმცა ვარ ახალგაზრდული მუშაკი, ანუ მუშაობ ახალგაზრდებთან. ესე მოკლედ რო აღწერო ჩემი საქმიანობა, ახალგაზრდული ახალგაზრდულ პროექტებს უწევ კოორდინაციას, მუშაობ ახალგაზრდებთან, საინტერესო ტრენინგების, ვორქშოპების, პროგრამების მიმართულებით იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ისევ და ისევ რეგიონში მივცეთ შესაძლებლობა განვითარების არაფორმალური განათლების გზით და ეს, რა ვიცი, ნებისმიერ სფეროს ეხება, ეს შეიძლება იყოს, რა ვიცი, ეკოლოგია, შეიძლება იყოს სამოქალაქო განათლება, ჩანსაღი ცხოვრების წესი, რა ვიცი, პროფესიული მიმდინარეობები და ძალიან ბევრი პროექტი განხორციელებია. ზოგადად მუშაობ ასოციაცია ათინეთში, სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო სამეგრელოში, რომელიც დაარსდა და ესე რა ვთქვათ, ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა მუსიკასთან ერთად. და ესე ვუთავსებ ესე რომ ვთქვათ და ისე რა ვიცი, ჰობი ძალიან აი ამ ხელოვნების მიმართულებით ვარ, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია, გრაფიკული დიზაინითაც ვარ, ესე პროფესიონალი არ ვარ, უბრალოდ ჩემთვის მოყვარულის დონეზე საქმიანობ, მიყვარს ვიდეოების გადაღება და მოკლედ ხო, მუსიკა თავისთავად. კიდევ ერთი რაც ძალიან მაინტერესებს, მოგცა თუ არა ჰორმა ის შედეგი სასერლოდი მაგალითად. ორი. საინტერესო გამოცდილება იყო და რავი, მე ყველას ვუსურვებ მსგავსი ტიპის გამოცდილებას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პლატფორმაზე, ესე ვთქვათ, შენი თავი წარუდგინო მსმენელს, თან ძალიან ესე ვთქვათ, დიდი ოდენობით მსმენელს და ჩემთვისაც რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ძალიან როგორ გითხრათ, ჩემთვის ძალიან დიდი ნახტომივით იყო. 2 წელია ამ სფეროში ვარ და ძალიან ბევრი ესეთი გამოცდილი არტისტი არის ჩემამდე, ხო? მე ესე ვუყურებ და ხო, მოვხვდი იქ, სადაც მოვხვდი და შევძელი ჩემი მუსიკის წარდგენა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში უფრო მეტი ადამიანი გიცნობს. ამავდროულად ხარდაჭერით ბევრი გიჩნდება და რაღაც ინტერესიც თითქოს მე უფრო მეტია. და ხო, მაგის მე რამოდენიმე ესეთი უცხოური პოდკასტებისგან მქონია შემოთავაზება, რომ რაღაცა ესეთი ჩაგვიწერე, მაგას თქო მომზადებ ხა პროცესში ვარ. ხომ შესაბამისი შედეგი ასე თუ ისე მოგიტანა. გმაყოფილი ხარ. ძალიან კარგი. იქით რა იქნება კიდე. ხო, ნუ თავარია რომ არ გაჩერდე და ეს განვითარება განაგრძო. ძალიან საპასუხისგებლო იყო იმ სცენაზე დადგომა, ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ რაღაც ვიდეოში არ გეტყობოდა საკმაოდ თავდაჯერებული ვიყავი. თან სახალისო ის იყო, რომ რეალურად 20 წუთით ადრე უნდა მივსულიყავი, მივედი კიდევაც, მაგრამ რეკონსტრუქციას აკეთებდნენ, შესასვლელი კარი ვერ ვიპოვე. დავდივარ იქით აქეთ და ბოლოს ძლივს მივასწავლა ერთმა ადამიანმა და შევედი და ისე მითხრეს რომ დაგვიანებული გვაქვს და თუ შეგიძლია რომ ეგრევე დაიწყო და ხო ესე რაღაცა უცებ ხო ეს ეიფორიაში რო ხარ და ეგრევე რო დავიწყე ვერც ესე ვთქვათ ჩავრთე რაღაცა ხმა რო შემოწმებინა პირდაპირ დავიწყე ეს ახალი აი ეს უფრო მეტად საპასუხისგებლო აღმოჩნდა ხო თავიდან ძალიან ნერვიულობდი თუმცა მე მივყევი შვენიერია ძალიან კარგი ისე პირად ცხოვრებაში რა საქმიანობია და ყავს თუ არა, უცი, შეყარებული, მეუღლე. როგორი ინტრიგნული კითხვა. რავი, არა, საერთოდ არ ვინ. შენთვის მარტო ხარ. ჯერჯერობით ხარ, რა ვიცი, არ გამოჩენილოდა. ისე ჩვენ ჩაწერაზე სულ ერთი ადამიანი იყო, ჯერ ვისაც ოჯახი ყავდა ან შეყარებული და დანარჩენი რაღაც ყველა ელოუნესე და ხო, ნახოთ, რავი მუსიკა მოიყვანს, საქმე მოიყვანს თუ რა იყოს ჩემამდე ნახოთ. მუსიკა მოიყვანს, კარგი. აჰა. ცეკვით. თავარია რაღაც ესე რაშით არ დაგადგეს თო. ცეკვით კარგი იქნება. რაღაც ალბათ ბუნებრივი პროცესი. მარიამ, შენი საყვარელი ქართველი არტისტი ვინ არის და რატომ?
რა ბევრი აი მხოლოდ ერთი უნდა მითხრა, აი ვის გამოაჩვენოთ, მესმის რა ცოტა საპასუხისმგებლო შეკითხვა, მაგრამ ანუ ეგეც მჭირდება რა, სწორად გამიგი. ძართულია. ან როგორც ასეთი მყავს ჩემი საყვარელი არტისტების სესია, მაგრამ ესე როგორც ასეთი ყველა ერთხაზეა ჩემთვის თავისი ხასიათით და მუსიკით და პიროვნებით. მაგრამ რა ვიცი, რუკინის მუსიკას გამოვარჩევდი, ირავი ძალიან მიყვარს და ზუსტად თითქოს იმას ეხება, რასაც მე ვგრძნობ მუსიკაში. ან საერთო და ხო, იმიტომ რომ შემიძლია ეკომორებზე რო ვიყავი, უბრალოდ ვიდექი და ვუსმენდი. არც ეკვალი ვუსმენდი, რომ ეს რაღაცა დაიმახსოვრებარია. ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგარ მუსიკას უკრავს და რა თქმა უნდა, სხვა ქართული არტისტებიც ჩემთვის ძალიან ესეთი ტოპ არტისტები ყავს ნამდვილად გამორჩეული, ესე ვიტყოდი. ისე დაკვრისწინან დეითის წინ თუ ემზადები ხოლმე და რამდენი ხნით ადრე ემზადები ამ სელექციისთვის მაგალითად? კი, რა თქმა უნდა, რაღაც ერთი პროექტივით არის ჩემთვის, იმიტომ რომ ჯდები პირველ რიგში, თვითონ ხასიათს ვარკვევ სად მივდივარ, რა სცენაზე მივდივარ, მაგის მიხედვითაც თავისთავად და შემდგომ უკვე ხანგრძლივი პროცესი არის, ეგ გააჩნია. ზოგჯერ შეიძლება ერთი თვე ვემზადებოდე, ან 2 კვირა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ემოციური ხაზი დავიჭირო ხოლმე, როცა ვამზადებ, ხო, ეგ რა სჭირდება ადამიანს და რა მინდა მე ასევე რომ გავცე. მაგრამ თუ არ იცი რა დაგხვდება, ამ შემთხვევაში როგორ იქცევი? გაქვს ანუ რა სკილი თუ გაქვს, რომელიც გეხმარება იმპროვიზაციაში მაგალითად? ხო, აი მიხვედი დავუშვათ და არ დაგხვდა რა ის გარემო, რასაც ელოდებოდი და არც ის ემოცია შეიძლება არ მოუხდეს, რაც შენ მაგალითად სელექციაში გაქვს ჩადებული. ამ შემთხვევაში როგორ იქცევი, ანუ რაღაც B ვარიანტი გეგმა თუ გაქვს? ეგეთი შემთხვევები ვფიქრობ გქონია კიდევაც, ხო, სეტი მოვამზადეთ და რაღაცა სიტუაცია ვნახეთ, რომ ენერგია სხვა არის, ვაიბი სხვა არის და ხო, და რეალურად ხო და შესაბამისად ამისთვის ვფიქრობ მზად უნდა ვიყოთ ყოველთვის და შესაბამისად კი შეიძლება მოვამზადოთ სეტი, მე პირადად ბევრჯერ მქონია ეგეთი გამოცდილება, რომ კი მიმზადებია თავისი დასაწყისით, შუა დასასრულით, მაგრამ ყოველთვის ალბათ ვერ მიყვებია თავიდან კი ხა როდესაც დამწყები ხარ, კიდე უფრო დამწყები რო ხარ, რაღაცა მიყვები თითქოს იმ გაწერილ 15-20 ტრეკს, მაგრამ მე უკვე ხვდები რომ იმპროვიზაციაც უნდა ჩართო, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ენერგიას გაძლევს, ის რაც გავსებს მთელი ემოციით, იმიტომ რომ ხო, შენც რო არელი და ისეთ რაღაცას აგდებ და ხალხიცარელის და რაღაცა ენერგია მოდის. ეგ არის ზუსტად ის იმპროვიზაცია, ალბათ რასაც უნდა მიბაძო და კი ბევრჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ რაღაცა შეიძლება მომიმზადებია, მაგრამ ხვდები, რომ იქ იმ სივრცეს, იმ ხალხს სხვა რაღაცა სჭირდება და შემიძლია კიდევაც. ოკეი, კარგი, მოდი, რა ვქნათ, იცი, წინა არტისტმა დაგიტოვა შეკითხვა. ხო. და მოდი გკითხავ ხა. ამ შეკითხვის ავტორი არის ალექსანდრა. შეკითხვა მდგომარეობს რაში? თუ back to back დაუკრავდი ქალ არტისტთან ერთად, როგორ ფიქრობ, ანუ ამ მომენტში, დაკვრის პროცესში, როგორ ჯობია, ანუ შეთანხმებული იყოს ეს პროცესი, back to back-ი, თუ მაგალითად აი რაღაც შეჯიბრის სტილი კონდეს, სადაც ის მაგალითად ტრეკს შემოიყვანს, რომელიც შენ არ იცი და შესაძლებელია, რომ შენ ეს ტრეკი ვერ გაასწორო. ან ვერ მოარგო შენი სელექციიდან რომელიმეს მაგალითად. ხო, მადლობა ამ კითხვისთვის. ალექსანდრას. ჩემი პასუხი ესეთი იქნებოდა, რომ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეთანხმებული უნდა იყოს. არის შემთხვევა ძალიან ბევრი ანუ back to back-ის გამოცდილება, ანუ ძალიან ბევრი back to back-ი არ მქონია, თუმცა სადაც მქონია, იყო შემთხვევა, რომ მაგალითად ან დალაგებული გვაქვს ვიცით მაგალითად ყველა ტრეკი, ან არის შემთხვევა, რომ კი დალაგებული გვაქვს რაღაც ტრეკები ვიცით, მაგრამ თანხმდებით იმაზე, რომ მე კიდე მაგალითად რაღაცა ოღონდ ამ ენერგიის, ამ მიმართულების, ამ ჟანრის მუსიკა შეიძლება მქონდეს და თუ მოუხდება, ცადოთ იმპროვიზაციას მივმართოთ. ფიქრობ ეს შეთანხმებული უნდა იყოს. უკეთესი იქნება სავარაუდოდ. კი, ფიქრობ, იმიტომ რომ ალბათ მზად უნდა იყოს არტისტი. ჩემი მოსაზრებაა, რომ მაინც უნდა ვიცოდე შენ შენგან რას მოველოდე. თუმცა ალბათ ესეც საინტერესო გამოწვევა, ჩელენჯი. მაგრამ თვითონ back to back-ის ეს იდეა ხომ არ არის ეგ რომ ანუ ეჯიბრებოდე მას.
ხდება ან თითქოს აი ელოდებოდეს რომ რაღაც შეგეშლება მაგალითად ან მისი ჩემი აზრით back to back-ის მიზანიც არ უნდა იყოს ის რომ ვიღაცის fails ანუ ესე ვთქვათ ჩავარდნას ელოდებ პირიქით სასიამოვნო უნდა იყოს ორივესთვის ეს პროცესი და არა რაღაცა შეჯიბრებითო ის პრინციპით თუ შეჯიბრებითი შეიძლება შეჯიბრო მაგალითად რაღაც face to face ან მაგალითად რაღაც scratching-ში შეჯიბრო ცალ-ცალკე ხო ეგ ხო ცალკეა რაღაცა ცალკეული ფორმატია და კონკრეტულად back to back-ზე ხო იმიტომ რომ თვითონ ჰქონდა მსგავსი გამოცდილება და არასასიამოვნო გამოცდილება ხო მსგავსი რაღაცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს შეთანხმებული, თუნდაც დაალაგებული, თუნდაც ის, რომ აი ხასიათით ამით მსგავს რაღაცას ვაპირებთ, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ორი ადამიანი მიტო დგას ერთმანეთის გვერდით, რომ იყვნენ შეთანხმებულები იმაში, რასაც უკრავენ და გაუზიარებენ ხალხს. კი. მეც თქვენს აზრზე ვარ, მართლა. უკეთესი არის, მაგრამ ეს ერთი სცენის მიღმა არ გამოჩნდება ხა მსმენელისთვის ის ფაქტი, რომელს შეეშალა და რომელია კაი ტიპი. შესაბამისად, ფეილი იმოქმედებს ორივეზე და ეს რაღაცები არ აკეთებს. არა, ხო, არა. ეგ ხო არ არის ჩვენი მიზანი, ისედაც ადამიანურადაც პირიქით ჩემი ადამიანის მიზანია, რომ სხვას გაულამაზოს ცხოვრება. როგორც არტისტს, რომელიც გვერდით დგას და არტისტმა მოცეკვავე ხალხს. შეიძლება ეგეც დავუშვათ მაგალითად, რომ აი, კაი, ოკეი, მოდი შევეჯიბროთ და მოყვები, მაგრამ ეგ ხო უნდა ვიცოდე, რომ მეჯიბრები. ხო, აი მაგას ეს რაღაც მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ შუა გულაობაზე რაღაც 3 საათიანი სელექცია უნდა გქონდეს და ამ დროს შენ რაღაცა გიჟი ტრეკი შემოკავს, აი, საერთოდ რომ წარმოვიდგენდი, ხო ხდები, ანუ ძალიან ის არის რა, თულად გასაგები არის მსგავსი მიდგომა. ალბათ ინდივიდუალურიც არის ვინ როგორ უყურებს ამას, თუმცა მე პირადად ესე მგონია. ჩვენი ესე უნდა იყოს. კიდევ ერთი რას შეცვლიდი ან დაამატებდი ამ ინდუსტრიაში? ხო. რა შევცვალ გუსმინე წინა ხო შევცვლი იმას რომ კი მეტი ხარდაჭერა სჭირდება ზოგადად რეგიონებს არა მხოლოდ ზუგდიდს არამედ სხვა რეგიონებსაც რომ სხვა რეგიონებისგანაც ისმოდეს ეს ხმა ის ენერგია რაც რეალურად არის რა ვქნა იუმორი შეიძლება კარგი. კი, გონია რომ თითოეულ რეგიონს თავისი სახასიათო ხმა აქვს, ხო? მაგალითად ზუგდიდს აქვს თავისი მიზეზი, თუ რატომ ცეკვავს, ჩვენ გვაქვს ეს დევიზი, ხო? ჩვენ მოდის ჩაგეჭრები რა, აი რაღაც ცოტა მეცინება და უნდა გითხან. აი შენ ეს ხო თქვი რომ ყველა რეგიონს აქვს თავისი ხმა და აი კახური ხმა როგორ იქნება სტეიჯზე? არ ვიცი. ეს მე მეგრული ხმა შემიძლია გითხრათ. კახური ახალებს მაგრამ ყველას თავისი სახასიათო ხმა აქვს ნამდვილად გამორჩეული და ყველას აქვს ყველა რეგიონს, ყველა ქალაქს აქვს თავისი მიზეზი თუ რატომ ცეკვავს. ზუგდიდს აქვს თავისი მიზეზი, ხო, რომ შექმნას თავისუფალი, დამოუკიდებელი, უსაფრთხო სივრცე და ერთ დღეს დაუკრას სოხუმში. ესაა ჩვენი მიზანი და რა ვიცი, მგონია რომ დიდი მიზნები აქვს მოკლედ. მნიშვნელოვანია კი ხარდაჭერის, ხო, აი ეს რეგიონების განვითარება და რას შევცვლიდი რა ვიტყოდი იმას რომ მეტად ხარდამჭერი უნდა ვიყოთ ზოგადად თუნდაც ვინც ამ კულტურის ნაწილი ვართ და ვინც ერთმანეთის მიმართ კი ბატონო და ზოგადად ამ ინდუსტრიის მიმართაც ხალხს ევამბობ რადგან ვიცით დღეს რა მდგომარეობა თუნდაც პოლიტიკურ მდგომარეობას გულისხმობ და თითოეული მოქალაქის ხო და მით უმეტეს იმ ადამიანის ხმა და პოზიცია მნიშვნელოვანია, რომელიც ესე ვთქვათ, ჩართულია ამ ინდუსტრიაში, როგორც მოცეკვავე, როგორც მსმენელი, როგორც მუსიკოსი და თუ გვინდა რომ რეალურად ვიყოთ, ვიარსებოთ და მუსიკით ჩვენი სათქმელი ვთქვათ, ყოველთვის ესე ვთქვათ, უნდა ავიმაღლოთ ხმა და ჩავთოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობაც. იმიტომ რომ ეს სცენა, ხო, underground სცენა ძალიან ბევრი ტიპის ადამიანს აერთიანებს, ხო? იქ სხვადასხვა, ხო, იდეების, აზრის მქონე ადამიანებს და ამ სცენამ ფოტოშორის ეს მსოფლმხედველობად შეცვალა რაღაც კუთხით და ადამიანებს და ძირითადად ახალგაზრდა თაობას, არა მარტო ახალგაზრდა თაობას მათ შორის
სხვანაირად დაანახა ზოგადად რა როგორ უნდა იყოს რეალურად რა. მეტად უსაფრთხო გახადა ეს სფერო და სივრცეებიც და უბრალოდ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს თუ ესე ვთქვათ არ აქვს მნიშვნელობა ხო შეიძლება განსხვავებული პოზიციები გქონდეს მაგრამ როდესაც საქმე ეხება შენი ქვეყნის ესე ვთქვათ წინსვლას და ესე ვთქვათ ორიენტაციას ხო საით იწევს და ამავდროულად ეხება შენს თანამოქალაქეს და იცი რომ კი შენ ერთობი მაგრამ სიამოვნებს მუსიკის კეთებაც, თუნდაც უბრალოდ სმენაც, ცეკვად და ამ შემდეგ, მაგრამ თუ ხმა არ ავიმაღლეთ, თუ გვერდში არ დავუდექით ერთმანეთს, შეიძლება იმ არტისტს, რომელსაც დღეს ვუსმენდი, ხო? მან ვიღაცა უსმენდა და უბრალოდ ჩუმად იყო თავისთვის, შენი საყვარელი არტისტი შეიძლება ციხეში ჩავსვან მხოლოდ იმიტომ, რომ რა ვიცი, ხმა მოიღო ან დადგა რუსთაველზე ან დაკეტონ კლუბი, იმიტომ რომ ვიღაცამ იყიდა და აპირებს რომ აშენოს რაღაცა ესე რომ ვთქვათ სივრცე თუ კორპუსები რომელიც არ ჩერდება და ნელ-ნელა უნდა უბრალოდ უნდა მივხვდეთ რომ პოლიტიკა ეხება ამ სფეროსაც, ხო? ჩვენ ვქმნით პოლიტიკას, ესა პოლიტიკური რაღაცა არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვქმნით და ჩვენ ვართ ამის ნაწილი. შესაბამისად, გონია რომ ამ ხრივ უფრო მეტად ხარდაჭერები უნდა ვიყოთ და როდესაც სჭირდება ამ სცენას ხარდაჭერა, სჭირდება არტისტს ხარდაჭერა, იმ სცენას, რომელშიც ჩვენ ესე ვთქვათ თავისუფლად ხარ, უნდა ვიყოთ მეტად ხარდაჭერები. Okay. ისე რას ვფიქრობ ჩვენი პროექტი როგორ წარმოგიდგენია? რატო შეიძლება იყოს კარგი და რისთვის შეიძლება რომ რამე შეცვალოს ამ პროექტთან? არტისტებისთვის მაგალითად თუნდაც. ზოგადად გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ პირველ რიგში შეგიძლია თავისუფლად ვისაუბრო, გაცვალო აზრები, ნებისმიერ საკითხს შეეხო და ამავდროულად ესე ვთქვათ გამოცდილმაც და დამწყებმა არტისტებმაც გააცნონ საკუთარი თავი, ესე ვთქვათ, უფრო მეტად საზოგადოებას და ანახონ მათი როლი რეალურად სოციუმში და ამავდროულად ალბათ ვფიქრობ, რომ შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა პატარა ნაპერწკალი იყოს, რომ რაღაცა შეცვალოს თავის ცხოვრებაში, ან мотиваცია მისცეს დაიწყოს რაღაცა კარგის კეთება თავის ესე ვთქვათ სფეროში, რომელიც აინტერესებს, თუნდაც მუსიკალურად, თუნდაც სხვა მიმართულებით, ხო? და მგონია, რომ ძალიან დიდ შედეგს დადებს და გისურვებთ კიდევაც წარმატებას, იმიტომ რომ მართლა საინტერესო პროექტია, თან პირველი და მინდა რომ მართლა ესე ვთქვათ კიდევ უფრო ესე ფართო მასშტაბზე კი ბატონო გიხილოთ და რა ვიცი, მე ესე ვხედავ და ამჯერა რომ ბევრისთვის ეს ესე ვთქვათ ძალიან წარმატების დერეფანიც იქნება. მაგრამ რამე ხომ არ არის ისეთი, რაც მე არ მიკითხავ შენთვის და გინდოდა რომ ადამიანებისთვის გეთქვა, ანუ რამე ანუ ჩვენ წინააღმდეგ არ ვართ, შეგიძლია მიმართვე შენს მსმენელს, მეგობრებს, ვისაც გაგიხარდება მოკლედ და რავი, ერთადერთი იმას ვეტყოდი, რომ რაც უყვართ რეალურად მაგას მიყევით, არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში აღმოაჩენთ თქვენს თავს, რომელიღაც კონკრეტულ სფეროში. მთავარია გინდოდეს და ამ მონდომებას არ აქვს ასაკი. მთავარია ესე ვთქვათ დაინტერესდე და გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რაც გაკავშირებს შენს მიზანთან. ხო, ალბათ ამას გეტყობთ. ჩვენი ეს სიტყვებია, ნამდვილად მეც ვეთანხმები. ამბობთ უნდა მოიქცეთ ასე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თქვენი ცხოვრება ცოტა უფრო რთული იქნება. და კიდევ ერთი რაც მინდა რომ შემდეგ არტისტს მინდა რომ დაუტოვო კითხვა. შენ დანარგოს კითხების მოფიქრეო, მაგრამ აი გავხმე რა გავაკეთო რა. თან ფიქრობდით დასაწყისიდანვე ხო ვიცოდი ეს მოსაფიქრებელი მექნებოდა. მაინც არა მაქვს. მაგრამ ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის საყვარელი ალბომი ისე. მისი საყვარელი ალბომი. კი, ძალიან მაინტერესებს ხოლმე ადამიანები, იმიტომ რომ ზოგჯერ პოდკასტებს, აი პატარა პოდკასტებს რო ვუსმენ, იქ ვისმენ ხოლმე არტისტების ალბომებს და მე ვუსმენ და აღმოვაჩენდა, რავი, ძალიან მეგრებია ხოლმე. ჩემთვის საინტერესო იქნება. ხო, მოდი, ოღონდ ერთ რაღაცას უნდა დამპირდე. აბა. შემთხვევით ამ არტისტს სადმე თუ გადააწყდი მანამდე. ეგ არ კითხო. კაი. ჩვენი გადაცემიდან უნდა იქ. ჩუმად ვიქნები. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ გვესტუმრე. ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვო, მართლა. ძალიან კარგი ადამიანი ხარ, კარგი პიროვნება ხარ, ძალიან კარგი საქმეებს აკეთებთ და მით უმეტეს, ანუ მართლა და
გულწრფელად გეუბნები რომ მადლობა. წარმოდგენა არ მქონდა თუ რამე მსგავს ვინ მიაკეთებდა ამ ქვეყანაში, ანუ ჟამინო მეგონა უბრალოდ პოდკასტი და всё. ამიტომ მართლა respect. მადლობა მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. გააგრძელეთ და ესეთი იდეებით და ესეთი მიდგომით არ ვიცი რავი, ანუ შანსი არ არის რომ რაღაცას არ მიაღწიოთ, მოკლედ რა, თან ისე ზღირებულს, ხო და ძალიან დიდი მადლობა. შემდეგ ჯერზე შეგიძლია უთხრა შენს მეგობრებსაც პირადად რომ არ ვიცი, შამინოლის რომელიმე არტისტს ან დამფუძნებელს ან რამეს გავსი თუ იქნება და ვინმეს თუ ექნება სურვილი. ისტორია დიდია, რომელსაც კიდევ უფრო გავრცობა სჭირდება, ხო? კი, ნამდვილად, კი. იმიტომ რომ სხვა არტისტებთანაც მაქვს მოლაპარაკებები ასეთ საკითხებზე, აქვთ თავიანთი პროექტები და ასე შემდეგ და თავიდან ყველა რაღაც წარმოდგენა ქონდა რომ ინტერვიუზე დავჯდებოდით და რაღაც მაიასათიანი წამოწვებული და არა ამ გადაცემაში და ამ პოდკასტში ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე და ყველას პროექტზე აბსოლუტურად ეს ალბომი იქნება, პროდიუსინგი იქნება, დიჯეინგი იქნება თუ ცუდი ექსპერიენსი იქნება თუ ხვანდელი ჩაგეგმილი თუ კი არა და დაგეგმილი თქვენი ფესტივალი იქნება, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ ჩვენ ვართ პლატფორმა, რომელსაც აქვს იმისი სურვილიც და რესურსიც, რომ ეს ყველაფერი დაანახოს ადამიანებს ისე როგორც არის რა, შიდა სამზარეულოდან დაწყებული, თქვენი პირადი ცხოვრებით გაგრძელებული და რავი ხა მართლა იმას ხარ კითხა როგორ ბიჭები მოგწონს დანარჩენი ოკეი. მეგობრებო არ მაქვს ზოგადად სტანდარტები. დაგემშვიდობებით. ეს იყო მარიამ თოდუა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობას გეტყვით პირველ რიგში სანამ დაემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ეს იდეა გაგიჩნდათ, ამას საქმეს აკეთებ და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. მართლა სულით და გულით. მეც ჩემი გუნდიც ხო, რაშიც როგორც ყველანაირად ხარს გიჭერთ და ამავდროულად სამეგრელოშიც გელოდებით. ოკეი, აუცილებლად გასტუმრებით. დაგემშვიდობებით, მოკლედ. დღეს ჩვენთან იყო სტუმრად მარიამ თოდუა. შევხვდებით შემდეგ პოდკასტზე, ისევ ქალ არტისტთან ერთად და ასევე მოვისმენთ მის აზრს, გამოცდილებას, ცხოვრებისეულ დეტალებს და კიდე ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც შემდეგ პოდკასტზე ნახავთ. დროებით წარმატებები. მადლობა.